გობელენი ლურჯი ბოლი, ერთი ნამუშევრის ისტორია. გობელენი წარმოდგენილი არის ბაია გალერეაში. 1998-1999 წლებში კაკო თოფურიამ საფრანგეთში ბამბის ზეწარზე ფლომასტერები დახატა რთული მრავალფიგურიანი კომპოზიცია ლურჯი ბოლი. თავდაპირველად ეს არ იყო გობელენის ესკიზი, არამედ წარმოადგენდა მხატვრის ერთგვარ ექსპერიმენტს ქსოვილზე ფლომასტერებით შეესრულებინა დეკორატიული პანო, რომელსაც თავისთავად დამოუკიდებელი და სრულყოფილი ნამუშევრის სტატუსი ექნებოდა. მოგვიანებით მხატვარმა ამ იდეის განხორციელება გობელენის ტექნიკით გადაწყვიტა და მარინა ჯანაშიას შეუკვეთა მისი მოქსოვა, რაც მან განსაცვიფრებელი ოსტატობით შეასრულა. სამუშაოს სირთულის, გობელენის მასშტაბური ზომისა და მრავალრიცხოვანი დეტალის გამო ქსოვის პროცესი 10 წელი გაგრძელდა. გობელენი შედგება ერთი ცენტრალური და 10 ერთნაირი ზომის სცენისგან, რომლებიც შევსებულია 500-მდე გამოსახულებით და დეტალით. მოქსოვილია ერთ წვერში ბუნებრივი საღებავებით შეღებილი შალის ძაფით. ეს ნამუშევარი უნიკალურია თავისი მხატვრული მნიშვნელობით, ტექნიკური შესრულების ოსტატობითა და ორი ავტორის თანამშრომლობით, როცა ერთი არტისტის მიერ შექმნილი ობიექტი მეორემ განსხვავებული ტექნიკით ზუსტად და უზადოდ გაიმეორა, ორიგინალთან სრული იდენტურობით. შეიძლება ითქვას, რომ გობელენის შემოქმედებითი მიმართულების ავტორი კაკო თოფურია და ტექნიკურად მისი შემსრულებელი მარინა ჯანაშია ერთი მხატვრული სქემით და მათი დარგისთვის შესაბამისი პროფესიონალიზმით მოქმედებდნენ. კაკო თოფურიას ამ საავტორო ნამუშევრის გამოსახულების პრინციპი თანამედროვე ხელოვნების და არქაული კულტურის უცნაურ სინთეზს წარმოადგენს, რაც ზოგადად ავტორის პერსონალური სტილის მთავარი კომპონენტია. უკიდურესად გამარტივებული და გროტესკული ფიგურატიული გამოსახულებები სქემატურ თითქმის იეროგლიფების კატეგორიებამდეა მიყვანილი და კომპოზიციის რთულ სტრუქტურულ ნახაზში განაწილებული. ერთ დიდ ცენტრალურ და 10 პატარა სცენაში გაერთიანებული გამოსახულებები ზოგიერთი თავდაყირა პოზიციაში გაფანტულია ნამუშევრის ზედაპირზე. ფანტასმაგორიული ცხოველების, ზღაპრული დრაკონების, სქემატური ფიგურების და სიმბოლური ნიშნების რიტმული მონაცვლეობით ისინი უწყვეტ ორნამენტულ ჯაჭვს ქმნიან და კომპოზიციის ხალიჩისებური გადაწყვეტით დეკორატიული სტილის პრინციპს სანახაობრივი ეფექტით გადმოსცემენ. კულტურული მეხსიერება ერთდროულად გვახსენებს უძველეს არქეტიპულ სიმბოლოებს და მხატვრულ სისტემებს, არქაულ კერპებს, კერამიკის მოხატულობებს, ეგვიპტურ იეროგლიფურ დამწერლობას, შუმერულ რელიეფებს, განსაკუთრებით კი ქალაქ გურის შტანდარტს, მექსიკური ღვთაებების გამოსახულებებს. კულტურათა სინთეზია შექმნილი ავანგარდული მეტა-კოლაჟით და განპირობებული პოსტმოდერნისტული მეტა-ნარატივით. კაკო თოფურიას ლურჯი ბოლის ფანტასტიკური სამყარო, გამოსახულებების რთული სისტემა, ფიგურატიული კალეიდოსკოპი და ორნამენტული მექანიზმი შექმნილი უწვრილესი ხაზების და წერტილების მონაცვლეობით განახორციელა მარინა ჯანაშიამ გობელენის რთული ტექნიკით და შექმნა საავტორო ორიგინალის სრულიად იდენტური ნამუშევარი. ასეთი მსგავსება, უწვრილესი დეტალების აურაცხელი რაოდენობა, ქსოვის თანაბარი რიტმი, ვირტუოზული შესრულება კაკო თოფურიას ნამუშევარს ახალ სტატუსს ანიჭებს. ორი არტისტის შემოქმედებითი და პროფესიონალური შესაძლებლობების ასეთი თანამშრომლობით გობელენი ლურჯი ბოლი დეკორატიული ობიექტის პოზიციიდან კონცეპტუალურ მიზნობრიობაზე გადადის და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში.